ადამიანს ბავშვს მოსწავლეს, რომელიც დებატებში ერთვება და ცდილობს სხვადასხვა პოზიციიდან არგუმენტები დაინახოს, ის ასევე ივითარებს უნარს, რომ დაინახოს, რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ძალიან მარტივი თემები, რამდენად კომპლექსურია სამყარო, რომ ესე ცალსახად ყველაფერი თეთრი და შავი არ არის. იქ არის ბევრი სხვადასხვა ნუანსები და რაც ასევე იწვევს იმას, რომ შეიძლება უფრო მარტივად შევიდეს ვიღაცის მდგომარეობაში, ვიღაცა საპირისპიროს, რომ ამტკიცებს, მას უკვე აქვს გააზრებული, რომ იმას შეიძლება რაღაცა ტიპის არგუმენტი ჰქონდეს და მოდი მოვისმინოთ ეს არგუმენტი. ანუ ყველაფერი ესე ცალსახად მარტივი და ერთი შეხედვით მოსაგვარებელი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თუნდაც დეზინფორმაციის თვალსაზრისიდან რომ შევხედოთ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რამდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ დეზინფორმაციაზე, ვისაუბრეთ დებატების მნიშვნელობაზე და ერთ-ერთი ძირითადი რაც იკვეთება არის, რომ ეს მედია წიგნიერება, დებატები, ეს არის თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი სკილები, რასაც ეძახიან, რაც სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, თუ გვინდა რომ ადამიანმა თავისუფლად გაიკვლიოს სკოლის მერე სამყაროში გზა. არ იმდენად შეიძლება არ გამოადგეს, რა ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობები, ან რაღაც მარკეტინგი, ან პიარი, ვიდრე ეს ორი თემა, რომ იყოს მედია წიგნიერი იცოდეს, რომ ინფორმაცია როგორ გადაამოწმოს, რაც ასევე დებატების ნაწილია, რომ როგორ მოიძიოს ინფორმაცია, როგორ მიუდგეს და სამყარო იმდენად კომპლექსური დაინახოს, რამდენადაც რეალურად არის.